გამარჯობა მეგობრებო, ესეთი ხე, სადაც 4-ჯერ მეტი კალცია შედის, ვიდრე რძე, 7-ჯერ მეტი ვიტამინი C მიდის, ვიდრე პორტოხალი და მანდარინებში. 25-ჯერ მეტი რკინა შედის, ვიდრე სპენახი. 36-ჯერ მეტი მაგნეზიუმი შედის, ვიდრე კვერცხი. 50-ჯერ მეტი B3 ვიტამინი შედის, ვიდრე მიწის თხილი. 56-ჯერ მეტი B2 ვიტამინი შედის, ვიდრე ბანანა. შედის ყველანაირი ამინოს მჟავა. ეს რა ხეა მეგობრებო, რა მცენარეა? ეს არის მცენარე მორინგა, რომელიც იპოვება აზიაში, ინდოეთში და აფრიკაში. ინგლისურად ეძახიან მაგას drum stick, მორინგა. ეს არის ხე, რომელიც სასწაულია ფორთლიდან დაწყებული ძირამდე. დღის ვიდეოში მეგობრებო, რა შეუძლია მორინგას ჩვენი სხეული, ჩვენი ორგანიზმისთვის, ბოლომდე უყურე ვიდეო, გეტყვი რომელი პრობლემაში, რომელი დაავადებებში მაგისი ფხვნილი, მაგისი ექსტრაქტი დაგეხმარება, როგორც დანამატი, როგორც ვიტამინი და დაგეხმარება პრობლემის მოგვარებაში. მორინგას ფორთლებში შედის მეგობრებო, დაახლოებით 20 გრამი ფორთლის, ანუ ფხვნილში შედის დაახლოებით 12 გრამი C ვიტამინი, რომელიც დღეური ნორმა რამდენი სჭირდება ადამიანს სიასრულებს, რომელიც ყოველთვის საუკეთესოა ჩვენი კანისთვის, ჩვენი გულისთვის. C ვიტამინის ნაკლებობა არადროს არ ფიქრობს ადამიანი, პირდაპირ მიდის კოლეგინი დავლიო. C ვიტამინი საკმარისი უნდა იყოს ყოველთვის, რომ ჩვენი გვიჯლი, ჩვენი ორგანიზმი თვითონ გააკეთებს კოლაგენი. 30 წლის ხალი, 40 წლის ხალებიც პირდაპირ კოლაგენის სვამს, რომ ძვლები და კანი კარგი იყო. არა მეგობრებო, ბუნებრივი C ვიტამინი დალიე თვითონ დაგეხმარება კოლაგენის გაკეთებაში. არ დაგჭირდება მორინგაში შედის მეგობრებო ბეტა კეროტინი, რომელიც აკეთებს მერე A ვიტამინი. A ვიტამინი, რომელიც ჩვენი თვალების ზამთრობისთვის, ისევე ჩვენი კანის ზამთრობისთვის და ჩვენი იმუნური სისტემა, რომ წესიერად იმუშავოს, მაგისთვის საჭიროა. კალცია მეგობრებო, მე ყოველთვის ვეუბნები, ჩვენ სვამს რძე, მაგრამ მაინც კალციის ნაკლებობა გვაქვს. ყველაზე ძლიერი სპილოა, რომელიც ტყეში დადის, ჭამს მარტო ბალახი, ხე, ფორთლები, ყველაზე ძლიერი ძვალები აქვს. საიდანა? რძეში, ერთი წიქა რძეში, კი ბატონო, რაღაცა ციფრები შედის, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი იქიდან არ იგებს იმდენი, რამდენიც წერია ინტერნეტში ან თვითონ ლაბორატორიები კვლევებში. მორინგაში შედის კალცია, უფრო მეტი, მაგრამ თივსებადიც უფრო მეტია. მორინგის ფორთლიდან, მორინგის ექსტრაქტიდან მიგებული კალცია ძვლებში უფრო სწრაფად და კარგად ითივსება, ვიდრე რძის პროდუქტიდან. მცენარეებში პოვილი რკინა მეგობრებო, რკინა საჭიროა, რომ წითელი სისხლის უჯრედები გაქრდეს და ადამიანი ენემიური არ გახდეს და იმუნური სისტემა კარგად იმუშავებს. რკინა შედის ერთ-ერთი, ანუ სპენახში ყველა მიცის, ხო? რამოდენიმე პროცენტი, რამოდენიმე 100-ჯერ მეტი შედის, თივსებადი, ბიოთივსებადია, სპენახში კი შედის, მაგრამ მორინგაში ყველაზე საუკეთესო ბიო რკინა შედის. ოქსიდური სტრესი მეგობრებო, ჩვენი უჯრედები თელი დღე ბრძვლით ოქსიდური სტრესით, არა აქვს მნიშვნელობა, რადგან მეორობაში ხარ. თელი დღე მიდის შიგნით ომი ჩვენი უჯრედების და ეს ოქსიდური სტრესის გამო. მორინგაში შედის ანტიოქსიდენტები, რომელიც იცავს ჩვენი უჯრედები, რომ ოქსიდური სტრესი არ დააზიანოს ჩვენი უჯრედებს. ეს არის ასაკის საწინააღმდეგო, როცა ოქსიდური სტრესი არ იქნება, ჩვენი უჯრედები უფრო ჯანმრთელად იქნება და თლიანი იმუნური სისტემა, თლიანი ადამიანის სხეულით შიგა ორგანოები უფრო კარგად მუშაობს და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის საჭიროა ანტიოქსიდენტების მიღება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედის მორინგაში. შედის ქლოროგენიკ მჟავა მეგობრებო, ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდენტი, რომელიც ჩვენი პანკრეასის ზამთრობისთვის კარგია.
ინსულინის სენსიტივობა იზრდება. პაციენტები, რომელიც მეორე ტიპის არით დავადებული, შაქარი მეორე ტიპის, გაიხანია, ეს მორინგა დაგეხმარება, ან მომავალში თქვენი წამლები არ გაიზარდო, ან დაგეხმარება ბუნებრივად შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში. თუ თქვენ გინდა, რომ ჭამს სწორი კვებაზე ხარ, დამხმარე ჭირდება, დანამატი და ვიტამინი, მორინგა ერთ-ერთი საუკეთესოა ვიტამინი, რომელიც დაგეხმარება თქვენი ინსულინი, რომ სენსიტიური იყო. ეხლა ჯოგი ადამიანი მწერს, არაფერი არ მწერს, მაგრამ ენერგია არ მაქვს. რა უნდა დავლიოთ? პასუხია მორინგა. მორინგაში ქონახე მეგობრებო, რძედან დაწყებული ბანანი, პორტოხალი, ესპანახზე უფრო რამოდენიმეჯერ მეტი ვიტამინები და მინერალები და კალცია შედის. ერთ-ერთი არჩევანი არის, თუ უცბად რაღაცის მიგება გინდა, ან მულტივიტამინებში თუ არ გინდა, ლაბორატორიული მულტივიტამინებში ფული დაკრა, ბუნებრივი მორინგა. ან ფხვნილის ფორმით შეგიძლია, მაგრამ გემოთი ცოტა არასასიამოვნოა, მაშინ კაფსულით ფორმით შეგიძლია მიიღოთ. მორინგა სასწავლი ანტიოქსიდენტი და მინერალებით სავსე მცენარე. მენოპაუზის ხალები, როცა მენოპაუზისკენ მიდის, 40 წლის მერე, 45 წლის მერე, კვლევა ჩატარდა 10 ხალი, რომელიც სვავდა მორინგა, რომელიც არ ასვამდა მორინგა. 3 კვირის მერე ანტიოქსიდენტი იმ ხალებში, რომელიც სვავდა მორინგა, იპოვება მეტი, ანუ მეტი ანტიოქსიდენტი დარჩა ეგეთი ხალებში, რომელიც არ სვავდა, მაგისი სიცხლში დარჩა ნაკლებად ანტიოქსიდენტი. ესე იგი, ანტიოქსიდენტი როცა დაბალია, ჩათვალე ოქსიდური სტრესი უფრო მეტი იქნება, ანუ ჰორმონული დარღვევა უფრო მეტი იქნება იმ ხალებში. ზუსტად იგივე ხალების სიცხლში 13.5% ნაკლებად შაქარი იპოვა. ანუ პრემენოპაუზის 45 წლის ზევით ხალებმა რო დალია მორინგა, იმ ხალების სიცხლში შაქარიც ქვევით წავიდა, ვიდრე რომელიც არ ასვამდა. ესე იგი, კვლევებიც ამბობს, რომ მორინგას შეუძლია სიცხლიდან ზედმეტი შაქარის მოგებაც. მორინგაში შედის მეგობრებო ფაითოქოლესტეროლი, ანუ ის ცუდი ქოლესტერინთან, რომელიც ბრძოლობს. ეხლა პირდაპირ კავშირში არ არის მორინგა ცუდი ქოლესტერინის სიამცირებაში, მაგრამ შედის ბოჭკო, რომელიც როცა ბოჭკო თქვენ რო ჭამს, რომელიც მე გეუბნები ბოსტნეული ჭამე საჭმელის წინ, ეს აიგებს ის ტოქსიკები და ცუდი ქოლესტერინს და მოაქვს გარეთ. ბოჭკო არის. პლუს ქოლესტერინი საშიში არ არის, საშიში არის მეგობრებო ქოლესტერინი, როცა ოქსიდური გახდება, ანუ ოქსიდაცია რო კეთდება მაგისი. ანუ იმ შემთხვევაში ეს არის მკვდარი და მაშინ აჩერებს მოძრაობა. მორინგა ამცირებს პირდაპირ არა, მაგრამ გამოვლით ამცირებს ცუდი ქოლესტერინსაც კი. ყოველთვის ვეუბნები, ანთება უნდა იყოს შემცირებული. ანთება არადროს არ უნდა წავიდეთ. ართრიტისი, ქელებში ტკივილი, მუხლებში ტკივილი, გულის დავადებები, ტვინის ბევრი დავადებები, ანთება. ეს არის ანთება მეგობრებო. ნებისმიერი ადგილზე ანთება თუ წავაძევით, გინდა აქ არის ჩიქუზე პრობლემა. ანთების საწინააღმდეგოა მორინგა კიდე. თუ თქვენ ჯერჯერობით ბევრი ვიტამინები სვამს და ხარ სწორი კვებაზე და გინდა რომ იყო ძამთელი, შეგიძლია მორინგაც მოიტანოთ თქვენი კვებაში. მორინგა როგორ უნდა დალიო? იგივე, როგორც ნებისმიერი ვიტამინი ბალახეული. 2 თვე დალიე, 2-3 კვირა შეიძლება დაისვენოთ. კიდე 2-3 თვე დალიე, ისე კიდე დაისვენოთ. შეიძლება 3-4 კურსი თელი წელი დალიო, რომ ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა თქვენ რო არ კონდე ბუნებრივად, არა სინთეტიკური ვიტამინებში ქვეყანაფული რო გადაკრით. სულიკავი ჯამთელი და ბედნიერი, ეს იყო მორინგა, რომელიც ეძახიან ოქროს ხე. კარგად და ჯამთელა.